სახელმწიფო კომპანიების ზარალმა გასულ წელს 527 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა ეს ახალი არ არის. მაგალითად 2023 წელს სახელმწიფო საწარმოების ზარალი 9 მილიარდ ლარს აღემატებოდა. ზარალიანობის მიუხედავად სახელმწიფოსთან მიკუთვნებულ კომპანიებს არ ელევა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციისა თუ თავად სახელმწიფოს მიერ დაპირებული რეორგანიზაციების მიუხედავად პრობლემად რჩება. სად არის გამოსავალი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით? თემაზე სასაუბროთ ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ნოდარ, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ნოდარ, სანამ ზემოხსენებულ ძალიან საინტერესო და მე ვიტყოდი სენსიტიურ თემებზე გადავიდოდეთ, დღევანდელ მონაცემებზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება და კითხოთ აუცილებლად ინფლაციასთან დაკავშირებით. 4.8% არის ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც თითქმის 2%-ით აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ მცირე გადახრად აღარ ითვლება თარგეტირებული მაჩვენებლიდან, მით უმეტეს ჩვენ თუ ყურადღებას გავამახვილებთ სხვადასხვა ქვეჯგუფებზე, სადაც 12 მაგალითად სურსათისა და უალკოჰოლოს ასმელების ჯგუფში თითქმის 12%-იანი ფასების მატება გვაქვს და საერთო ინფლაციის ასე ვთქვათ ფორმირებაზე თითქმის 4%-ით აისახა მისი ზეგავლენა. რაც საკმაოდ მტკივნეული შეიძლება იყოს და ყველა ლოგიკით საკმაოდ მტკივნეულია ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ამ ნაწილში მაინტერესებს თქვენი მოლოდინები, რამდენად ელოდით ინფლაციის გადახრას მიზნობრივიდან, ასეთი დონით და რაც მთავარი არის ეროვნული ბანკის ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. მახსოვს მე მგონი ერთი თვის წინ პროგნოზი გავაკეთეთ, რომ ეს ინფლაცია უშუალო ზრდას განაგრძობდა, ანუ ფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა და ეს სურათი მოკლედ გრძელდება. მე მოლოდინი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, შემდეგ თვეების განმავლობაში გონია, რომ 5%-იან ნიშნულსაც გადააჭარბებს, მაგრამ სურათი გაცილებით მძიმეა იდეაში, ვიდრე ეს თუნდაც 4.8%-ია. პრინციპში ახლაც შეგვიძლია იმჯეროთ, რომ 5% არის, იმიტომ რომ ტრანსპორტის ჯგუფში შემცირდა ფასები და ამას საშუალო ინფლაცია ჩამოწია, მაგრამ სურათი ვფიქრობ, რომ 5%-ზე გაცილებით მძიმეა, თქვენ ახსენეთ, რომ სურსათის ჯგუფში ფასები დაახლოებით 12%-ით გაიზარდა. უბრალოდ აი ძალიან მარტივი სტატისტიკას რომ მოვიყვანოთ, წარმოიდგინოთ ხა იგივე სოციალ დაუცველი ადამიანების რაოდენობა საქართველოში. ეს არის დაახლოებით 670,000-ზე ოდნავ მეტი. ანუ გამოდის, რომ საქართველოში მინიმუმამდენი და გაცილებით მეტია იდეაში, რადგანაც ამ სოციალურ დაუცველებს ემატებათ ის ადამიანებიც, რომლებიც თავს თვლიან სოციალურად დაუცველ და შესაბამისი განაცხადი აქვს და ეს ადამიანებს რო დავუმატოთ ამ სოციალდაუცველებს, მივიღებთ მილიონზე მეტ ადამიანს. ანუ მილიონზე მეტი ადამიანი არის ისეთი, რომელსაც ან არ აქვს შემოსავალი, ან ძალიან მცირე მოცულობის შემოსავალი აქვს, ან კომპენსაცია რაც დაუცველის თანხას იღებს სახელმწიფოს და წარმოიდგინეთ, მისი ფინანსები სად კონცენტრირდება, ხო? წარმოიდგინეთ, როცა გაქვს შემოსავალი 300, 500, თუნდაც 1000 ლარი იყოს, ხო? ძირითადი აქცენტი კეთდება სურსათის ჯგუფზე, რომ სურსათი მოიხმარო ამ ფასად, იმიტომ სხვა ფიზიკურად დასვენებაზე, გართობაზე, ტანსაცმელზე ვერ ფიქრობთ. შენი თავარი წყარო არის სწორედ სურსათის ჯგუფი და სურსათის ჯგუფზე 12%-იანი ზრდა არის კატასტროფული მაჩვენებელია. უფრო დეტალურადაც ჩავშალოთ, 12%-ზე მეტად იზრდება, იგივე მაგალითად, ელემენტარული საკვები ღირებულებები, რასაც აქვს, ხო, მაგალითად ხორცი ავიღოთ, რძის პროდუქტები ავიღოთ, კვერცხი ავიღოთ, ეს დეტალურად რო ჩავყვეთ. ამ ადამიანებისთვის ცხოვრება გაცილებით მძიმე ხდება, ვიდრე ეს უბრალოდ რაც სტატისტიკურად თითქოს ჩანს, რომ აი 5%-ამდეა და თლად ესეც საგანგაშო არაფერია, საგანგაშო არის, იმიტომ რომ ჩვენი მოწყვლადი ჯგუფები, რომელიც როგორც გითხრათ, მინიმუმ მილიონი ადამიანია ესეთი, 3 მილიონი ნახევარი ადამიანიდან, ყოველდღიურად იბრძვის ცხოვრებას, რომ გადარჩეს. უბრალოდ ესეთი ძალიან მძიმე მოცემულობა. კი ბატონო, ნოდარ გადავიდეთ ჩვენ თავარ თემაზე, სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც მუდმივად ზარალზე გადიან და ზარალს აჩვენებენ. ამ მიმართულებით პირველ რიგში საინტერესო იქნება შევაფასოთ მათი როლი ქვეყნის ფისკალურ ცხოვრებაში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით ისინი სერიოზულ რისკებს წარმოადგენენ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის. პირველ რიგში შევაფასოთ ეს რისკები ამ ეტაპზე სადა ვართ ამ მიმართულებით და შემდეგ გადავიდეთ გამოსავლის გზებზე. კი ბატონო, სიტუაცია პატა ისეთია, რომ როგორც წინა წლებში ახლაც, განსხვავებული მოცულობით, მაგრამ მაინც თემა არის ერთ და იგივე, რომ ჯამში კრებსით სახელმწიფო საწარმოები გადიან მუდმივად ზარალზე. ზარალზე ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან, ანუ ადამიანების გადახდილი გადასახადებიდან, მეც თქვენს რაღაც გარკვეული ტიპის გადასახადს ყოველთვის ვიხდით, დღეგეების გადამხდელი ვართ რეალურად ჩვენ, საშემოსავლო და ასე შემდეგ, რასაც ვიხდით, აი ამ ფულს თავრობა იღებს და ასუბსიდირებს კომპანიებს, რომლებიც ფინანსურ ზარალზე გადიან. კომპანიები, რომლებიც ეფექტიანები ვერ აღმოჩნდნენ საანგარიშო პერიოდში. ოდე ეფექტიანები ვერ აღმოჩნდნენ, არ ნიშნავს იმას, რომ პერსპექტივა არ არის, რომ უკეთესი მდგომარეობა
მდგომარეობა გქონდეს და არ იყვნენ ზარალზე. ანუ ამის პერსპექტივა არის უბრალოდ იმდენად, რამდენად ამხელა ბიუროკრატია შიგნით და აი ესეთი კვაზიმოცემულობა, სწორედ ამიტომ გადიან ზარალზე. და ეს კვაზიმოცემულობას ამასაც გავშლით აუცილებლად და რისკი რეალურად არის ის, რომ ბიუჯეტს აწვება ეს თანხები. ამ თანხებით პირობითად რაღაც 500 მილიარდი ლარით პირობითად, ხო შეიძლება და გარკვეული რაღაც სხვა მიმართულებით წასულიყო ეს თანხები და არა კვაზი სახელმწიფო საწარმოების, ასე ვთქვათ, სუბსიდირებაში. თავარი პრობლემა, რატომაც დგას და თავარი პრობლემა, რატოც სახელმწიფო საწარმოები არიან ესეთ მდგომარეობაში, არის ის, რომ ისინი არიან სახელმწიფო საკუთრებაში. მოდან, რატომ ვერ ელევა სახელმწიფო, რატომ არ თმობს სახელმწიფო ამ კვაზი საწარმოებს და რატომ არის ისინი ჩამოკიდებული, რა ინტერესი აქვს სახელმწიფოს, რომ ისინი ჩამოკიდებულნი იყვნენ ბიუჯეტზე და ფაქტი არის, რომ ეს ასეა. კი ბატონო, მე ამჯერა იმის და იმ არგუმენტების, რომ თითქოს რაღაც სტრატეგიული მნიშვნელობისა და უბრალოდ შეუძლებელია რომ კერძო სექტორში გადავიდეს და ასე შემდეგ, როგორც იძახიან. აქ ვფიქრობ ერთ-ერთი მთავარი არის იგივე ელექტორატის შენარჩუნება და სახელმწიფო ბიუროკრატიის ზრდა და ამ ადამიანების რაღაც ჩამოკიდება შენზე, რომ აი მე თუ წავედი პირობითად, შეიძლება ვიღაცა სხვამ გაგიშვას, ანუ სხვა რომ მოვა გაგიშვას რაღაცა პრივატიზაცია მოახდინოს მართლა საწარმოების და ამან გაგიშვას სამსახური და ამიტომ ხმა მე უნდა მომცე, ამიტომ უნდა დარჩე ჩემთან. ძალაუფლების წყარო. პატა, საინტერესო არის ის, რომ ეხლა რაც სტატისტიკები ქვეყნდება ხოლმე ძირითადად სოციალურ მედიაში, ხო? ძირითადი აქცენტი კეთდება რამდენიმე მსხვილ საწარმოებზე, მაგრამ ჩვენ 2020 წელს ქონდა კვლევა გამოვითხოვეთ შესაბამისი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს 800-ზე მეტ კომპანიაში აქვს წილი. აქედან დაახლოებით 300-400-ია ისეთი კომპანია, რომელშიც სახელმწიფოს წილი ამ კომპანიაში 50%-ს აჭარბებს და აი უბრალოდ შოკირებულიც დარჩევთ რაღაცა საფეხბურთო გუნდი მეშახტეები და აი რაში გჭირდება საფეხბურთო გუნდი მეშახტეების პირობითად აი უტრირება რომ მოხდეს რაში გჭირდება იმის ასე ვთქვათ წილები ხო აი ესეთ სურათზე მივდივართ რომ ამხელა ბიუროკრატია და მთავარი პრობლემა სწორედ ის არის რომ ეს საწარმოები არიან სახელმწიფო საკუთრებაში სწორედ ამას ემატება ის რომ უაზროდ გაბერილი კადრებია აქ გულისხმობ დასაქმებულ ადამიანებს მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ ახლა 700 მილიონის დაზოგვა მოხდა კადრების ოპტიმიზაციით ანუ ჩანს რომ შესაძლებელი ყოფილა რომ ეს ადამიანი ამდენი ბიუროკრატია არ ყოფილიყო და ამდენი ადამიანი არ ყოფილიყო დასაქმებული აი ამ ნაწილში უნდა ჩაგეკითხოთ ნოდარ ზუსტად სახელმწიფოს არაერთი დაპირება აქვს გაცემული სხვადასხვა ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით და სხვადასხვა რეფორმასთან დაკავშირებით სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით. უკანასკნელი იყო სულ რამდენიმე თვის წინ, რომელიც თქვენს ახსენეთ. რამდენად გჯერათ და რამდენად არის შესაძლებელი, რომ აი ამ გზით, თუნდაც აი ამ სცენარით რაიმე ტიპის ცვლილებები მოხდეს სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით. მე საერთოდ ამჯერა რომ ეს რაიმე ზეგავლენას მოახდენს, მე მგონია უფრო ბიუჯეტის დაზოგვის კუთხით კეთდება ეს ყველაფერი და არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ცვლილებები განხორციელდეს. რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ელემენტარული IMF-ის მოთხოვნები გავიხსენოთ, რომელიც არ შესრულდა და 2023 წელს პროგრამა რო შეაჩერდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი IMF-ის არგუმენტებიდან იყო, მათ შორის არა მხოლოდ ნათია თურნავას გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მხრიდან სპეციალური, ასე ვთქვათ, დაშვების წესი რო იყო ფარცხლაზესთან დაკავშირებით, არამედ მათ შორის იყო ის, რომ IMF-ის რეკომენდაციები სახელმწიფო საწარმოების ცვლილებასთან, ასე ვთქვათ, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ვერ გავითვალისწინეთ. ან არ გავითვალისწინეთ. აი მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ სახელმწიფო საწარმოებში, როგორც ასეთი, სახელმწიფო ზეგავლენა უნდა შემცირებულიყო მაქსიმალურად, კერძოსკენ უნდა ყოფილიყო ვექტორი. ეს ერთი, მეორე ფინანსების გამჭირვალობა მაქსიმალურად. არც ერთი არ შესრულდა და რეალურად ისევ და ისევ იგივე სურათზე ვართ, ჩაკეტილი სისტემაა, რაღაც არგუმენტები მოყავს, რომ თითქოს სტრატეგიული ობიექტია და არ შეიძლება მისი გასხვისება და ასე შემდეგ. არა და ისტორიამ გვაჩვენა, რომ ის საწარმოები, რომლებიც პრივატიზდება, გაცილებით უფრო მომგებიანები არიან, ვიდრე სახელმწიფო საკუთრებაში. ბრიტანეთი ავიღოთ 1980 წლები, British Airways-ი მაგალითად სახელმწიფო საკუთრებაში იყო, მუდმივად წამგებიანი იყო, მაგრამ გადავიდა კერძო საკუთრებაში, გახდა მომგებიანი. პოლონეთი ავიღოთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში შევიხედოთ. პოლონეთი ავიღოთ 90-იანი წლებიდან საწარმოების რეფორმა, იქ ძიმე ინდუსტრია იქნება, ენერგეტიკა თუ ასე შემდეგ, დაახლოებით ეფექტიანობა ამ საწარმოების 70%-ით გაიზარდა. ანუ თავარი ამბავი არის და თავარი პრობლემა რეალურად არის ის, რომ ეს სახელმწიფო საწარმოები სახელმწიფო საკუთრებაშია და მუდმივად არასწორი სტიმულები მოდის ბაზარზე. წარმოიდგინე, რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა სუდად მოიქცე, სუდად დაგეგმო მომდენო წლის ბიზნეს საქმიანობა და რაც არ უნდა იზარალო, შენ გარანტირებული ხარ იმით, რომ მთავრობა ბიუჯეტიდან დაგასუბსიდირებს. ამ შენ არანაირი სტიმული არ გაქვს, ამ კონკურენციაში არ ხარ, კონკურენტი არ ყავს და კერძო სექტორში, როცა გადასული ეს ყველაფერი, კერძო სექტორში სხვანაირი სტიმულები აქვს, არის კონკურენცია და კონკურენციის პირობებში ან გადარჩევი ბაზარზე ან არა.
სხვათა შორის ახლა გამახსენდა ძალიან საინტერესო სტატისტიკა იყო ის საწარმოები, გასული წლების სტატისტიკას გულისხმობ, ის საწარმოები, სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც ზარალზე გადიოდნენ, მათი ლიდერშიპი ყველაზე მეტ პრემიას იღებდა, იმის მიუხედავად რომ საწარმოები იყვნენ ზარალზე. ეს ხო არ მოხდებოდა. კი ბატონო. მარტივად რომ შევაჯამოთ ბიზნესის კეთება სახელმწიფო საქმე არ არის. ნოდარ ძალიან დიდი მადლობა ნოდარ სირბილაძე, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი და ეკონომისტი იყო ჩვენთან ერთად.